თბილისში ყვარლის ქუჩაზე 85 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ. ყოფილი 152 სკოლის ტერიტორია სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად საცხოვრებლად გადააკეთა. წლის ბოლომდე 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. მკვლელთა და განსახლების მინისტრის ინფორმაციით, მალე იძულებით გადაადგილებულებს ბინები დაუკანონდებათ. ჩვენ თითო კვირის ინტერვალით თბილისში წლის ბოლომდე რამდენიმე ასეულ ოჯახს კიდევ გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს ანალოგიურს და ეს პროცესი გაგრძელდება მუდმივად მომავალი წლის მანძილზე. ასე რომ მინდა დავამშვიდო ყველა ის რაც დაპირებები ახალმა ხელისუფლებამ გასცა დევნილების მიმართ ჯერჯერობით სრულდება. დღევანდელი დღე არის შედეგი იმ მუშაობის, იმ ძალისხმევის, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა დევნილთა საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ საყოფო ცხოვრება, საცხოვრებელი. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო სამინისტროს იმისათვის, რომ ჩვენთან დეპუტატებთან ერთად ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო.